ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 27. განსაზღვრეთ იდეალური აირის მიერ AB პროცესში შესრულებული მუშაობა. ესე იგი მოცემული გვაქვს AB პროცესი და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ ამ პროცესში აირის მიერ შესრულებული მუშაობა. ახლა როგორც ვიცით, თერმოდინამიკაში მუშაობა განიმარტება შემდეგი სახით. მუშაობა ტოლია P დელტა ვესი, თუმცა ეს ტოლობა სამართლიანია იმ შემთხვევაში, თუ PSV-ზე, PS მოცულობაზე დამოკიდებულებას აქვს მუდმივი ხასიათი, ანუ მუდმივად არის დამოკიდებული. თუმცა როგორც ნახაზე თუ დავაკვირდებით ჩვენ, PSV-ზე დამოკიდებულება არის წრფივი, წრფივად არის დამოკიდებული. შესაბამისად, აქ ეს ფორმულა არ გამოგვადგება და საჭიროა გავითვალისწინოთ და გამოთვალოთ არა PS მნიშვნელობა, არამედ PS საშუალო მნიშვნელობა. სხვანაირად ახლა ეს რის ტოლი იქნება. P საშუალო იქნება საშუალო არითმეტიკული P-ას პლუს PB შეფარდებული ორთან გამრავლებული მოცულობის ცვლილებაზე. ანუ მოცულობა B წერტილში გამოკლებული მოცულობა A წერტილში. ეს კი ტოლი იქნება, ახლა ნახავთ თუ დავაკვირდებით. PA წერტილში არის როგორც ხედავთ 6-ის ტოლი, 6 დამატებული PS B წერტილში, რომელიც ორის ტოლია, შეფარდებული ორთან, გამრავლებული VB წერტილში, რომელიც ტოლი არის 1-ის, გამოკლებული VA წერტილში, რომელიც ტოლი არის, როგორც ხედავთ, 4-ის. ანუ ეს ტოლი იქნება x + 2 არის 8, რო გაყოფილი 2-ზე 4, 4 გამრავლებული -3-ზე. ახლა სანამ ამას წამტოლობას ჩავწერდეთ, ჩვენ დავაკვირდეთ, რომ ნახაზზე y ღერძზე წნევა გადაზომილი არის მეგაპასკალებში, ხოლო ტემპერატურა მოცულობა გადაზომილია x ღერძზე litrებში. შესაბამისად, მოდით გამოვთვალოთ, რის ტოლი არის 1 მეგაპასკალი. 1 მეგაპასკალი ეს ტოლი არის 10 ხარისხად 6 პასკალის, ხოლო 1 ლიტრი სიერთეულებში ტოლი არის 10 ხარისხად -3 მეტრ კუბის. ამ მონაცემებს თუ შევიტანთ, 4 უნდა გადავწეროთ წნევის ერთეულებში, შესაბამისად გვექნება 4 გამრავლებული 10 ხარისხად 6-ზე, ეს გამრავლებული -3-ჯერ, -3 არის მოცულობის ერთეულებში ჩაწერილი, -3 გამრავლებული 10 ხარისხად -3-ზე. 4-ჯერ -3 მოგცემს -12-ს, 10 ხარისხად 6-ჯერ 10 - 3 იქნება 10 ხარისხად 3 ჯოული. ეს კი ტოლი არის -12 კილო ჯოულის. ახლა ჩვენ პრინციპში მუშაობა უკვე გამოვითვალეთ, რომ ტოლია -12 კილო ჯოულის. თუმცა მოდი დავაკვირდეთ ახლა შემდეგ გამოსახულებას. ჩვენ აქ ვიწერია P-ას პლუს PB. ახლა ეს PA ამ ნახაზზე, ამ გრაფიკს თუ დავაკვირდებით ჩვენ, ამ გრაფიკს გვერდიდან თუ შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ეს არის მართკუთხა ტრაპეცია, ხოლო ეს ჩვენი P, რაც აქ გვიწერია, ეს P წარმოადგენს სხვა არაფერს თუ არა ამ ტრაპეციის ფუძეს, რომელიც 6-ის ტოლია. ხოლო რაც შეეხება PB-ს, PB არის ზედაფუძე, რომელიც პირობით და ნახაზიდანაც ჩანს, რომ 2-ის ტოლია. ესე იგი, ჩვენ რა გამოდის, რომ აქ რა გვიწერია? ჩვენ გვიწერია ფუძეების, ამ ტრაპეციის ფუძეების ნახევარ ჯამი, რომელიც თავის მხრივ გამრავლებულია VB-VA-ზე. VB-VA-ს მოდული კიდე, თუ დავაკვირდებით, არის ამ ტრაპეციის სიმაღლე, რომელიც მოდულს თუ ავიღებთ 3-ის ტოლი არის. ანუ ჩვენ გამოგვდის, რომ ამდენ რო არ გვეწერა, შეგვიძლია მეორე გზითაც გამოგვეთვალა მუშაობა, კერძოდ ამისთვის დაგვჭირდებოდა უბრალოდ ამ ტრაპეციის ფართობის გამოთვლა. ოღონდ აქ როგორც ხედავთ, ჩვენ საბოლოო პასუხში მუშაობის ნიშანი გამოგვივიდა უარყოფით. ახლა რა შეა საქმე? საქმე ისაა, რომ
ამ პროცესში, AB პროცესში, მოცულობა აირის მოცულობა მცირდება. რაც ნიშნავს იმას, რომ აირზე გარე ძალები ასრულებენ გარე ძალები მოქმედებენ. შესაბამისად, სწორედ ეს არის ამის მიზეზი, რომ მუშაობა ამ შემთხვევაში გამოგვდის უარყოფითი. ხოლო თუ იმ შემთხვევაში თუ მოცულობა გაიზრდებოდა, ანუ გვექნებოდა არა AB პროცესი, არამედ BA პროცესი. აქ შემთხვევაში მოცულობა მუშაობა გამოგვივიდოდა დადებითი. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ფართობით გამოვითვლით თუ პირდაპირ ფორმულაში ჩასმის მონაცემების პასუხის მიღება მაინც შესაძლებელია, ოღონდ ის არის გასათვალისწინებელი ჩვენ შემთხვევაში აირი ფართოვდება თუ იგუმშება. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ პასუხი მუშაობა ტოლი ყოფილა -12 კილოჯოულის. პასუხი A.